საფრთხე არის უძველესი მართლაც და ყველაზე ერთ-ერთი ძველი განაშენიანება არის ქიმერიონის გორასთან ერთად. და ეხლა დაიწყო ამ მაღალი კორპუსების ჩადგმა. რო შეხედო, ანუ პირდაპირ არღვევს ამ ურბანულ ქსოვილს და მარტივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსგავსი მაღალი სართულების ამ მხარეში ჩადგმა უბრალოდ არ შეიძლება. თბილისისა და ბათუმის შემდეგ საქართველოს უძველესი კულტურული კერა, ქუთაისი აგრესიული ურბანიზაციის ახალი სამიზნეა. მათ შორისაა კულტურული მემკვიდრეობის არეალში მდებარე უბანი საფიჩხია, სადაც დეველოპერებმა ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი 9 სართულიანი შენობა არაერთი დარღვევით ააშენეს. ამ ცენტრალურ ნაწილში მსგავსი კორპუსების შეზღუდვა უნდა მოხდეს და უნდა მოხდეს ეს ურბანული კუთხით დაგეგმარება რა არ შეიძლება ასე იმიტომ რომ ნახეთ როგორ არის ანუ კიდევ ერთხელ ვამბობ რომ ბაგრატიდან ხედი და ბაგრატზე ხედი ეს არის ამ ქალაქის ერთ-ერთი მთავარი კონცეფცია კორპუსი, რომელსაც ახლა ბაგრატის ტაძრის ეზოდან ვუყურებთ, სოლომონ პირველის ქუჩაზე მდებარეობს. ურბანული საკითხების მკვლევარი და იურისტი მათე ჩაფიჩაძე გვიხსნის, რომ ამ და სხვა რამდენიმე შენობის აგება დარღვევებით განხორციელდა. ამას იმ ტიპის თანხმობა ჭირდება, რომელიც არის ფაქტობრივად კორუფციული გარიგება, ხო? ეს შენობა DG Invest Plus-ს ეკუთვნის. მშენებლობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო და პროცესმა სახლის წინ მდებარე 100 წლოვანი ეზო ხეხილის ბაღით დააზიანა. ავით ძალიან დიდი სამუშაოები ჩაატარეს არასწორი მიმართულებით. აქ იყო რამოერთი 100-200 ნარგავი იყო მანდარინის და სხვადასხვა ხეხილის სახეობები ჰქონდა, მაგრამ გამოიწვია ამ შენებლობამ ესეთი ამბები. განადგურდა ყველაფერი, ნამდვილად ყველაფერი განადგურდა. ნინო გორგასლიძემ სახლი 2021 წელს იყიდა, მშენებლობაც მაშინ დაიწყო. მალევე დაიწყო ზეწოლა ოჯახზე, დაეთმოთ კუთვნილი ტერიტორია. DG Invest Plus-ის ვებგვერდზე განთავსებული პროექტი ნინო გორგასლიძის კარმიდამოს ტერიტორიაზე ავტოპარკინგს მოიაზრებს. მოანგრიეს აქ უდიდესი ხუბე იყო დიახ საუკეთესო უბანი, მაგრამ მოხდა ასე აიღეს ყველაფერი და თავი თვითნებურებით გააკეთენ ეს. თქვენთვის კომპენსაცია არ გადავა? არავით არის კომპენსაცია, აბსოლუტურად არაფერი. უბრალოდ ძალიან დააზიანეს ეზო კარმიდამო. დეველოპერულ კომპანიას არც პროექტით გათვალისწინებული საყრდენი კედელი აუშენებია და არც ადგილობრივი მოსახლეს კუთვნილი ბეტონის ღობის მონგრევას მორიდებია. სამშენებლო პროცესის პერიოდში ხეხილის ბაღთან ერთად განადგურდა საკანალიზაციო ჭადს, რაც დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნაშიცაა ასახული. ეზოს ნაწილი ჩაიშალა და ღრმული სახით არსებობდა მშენებლობის დაწყებიდან 3 წლის განმავლობაში. მიწის ფართობზე არსებული მრავალწლიანი მსხმოიარე ხემცენარე განადგურდა. თითოეულის ასაკი იყო არანაკლებ 35-40 წელი. მოშლილ განადგურებული იყო ეზოს შემოსაზღვრული ღობე. ამასთანავე კორპუსის სიმაღლისა და სიახლოვის გამო აღნიშნულ ქონებას დაეკარგა ქუთაისის დიდ ნაწილზე ხედი, რითაც ამ ქონებას შეუმცირდა მზის ხივის მოხვედრის ფართი. ქუთაისში გამგზავრებამდე ჩვენ მშენებლობით დაზარალებულის ადვოკატს შევხვდით. თემურ მაისურაძე მიიჩნევს, რომ კომპანიის მიზანია აიძულოს ოჯახი, დათმოს კუთვნილი ტერიტორია. პროგნოზირებადი ჰქონდათ, რომ ჩვენ დაგჩაგრავდნენ რაღაც საშუალებებით და იძულებული გავხდებოდით თავი დაგონებებინა და იქ გააკეთებდნენ ავტოპარკინგს და შესაბამისი ღირებულებაც გაიზრდებოდა ბინის პარტიის. და ჩვენ არ დავთმეთ ეს. მაგრამ ეს პირდაპირ ძალადობაა. აი ძალადობაა, პირდაპირ ძალადობით აკეთებდნენ. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად ქუთაისში დაფუძნებული ეს სამშენებლო კომპანია 3 პიროვნების სახელზეა რეგისტრირებული. მათგან 2 მიხეილ გაბრიაძე და გიორგი ჯაფარიძე კომპანიის 33.5 წილს ფლობენ, ხოლო ელიზაბეთ ჯიბღაშვილი 33%-იან წილს. კომპანიის ამჟამინდელ დირექტორს ქუთაისელ მიხეილ გაბრიაძეს ეკუთვნოდა მიწისის ნაკვეთი, სადაც ეს 9 სართულიანი კორპუსი აშენდა. არც ერთი დოკუმენტი არ აქვთ მათ, რომ მათ ჰქონდათ უფლება ამ ხელსახლე აეშენებინა. ყველაფერი არის გაყალბებული. აი მაგალითად, ჩვენი ეზო ხო არის და უნდა აშენებულიყო საყრდენი კედელი. დაწერეს ექსპერტიზამ, დაწერა ყველამ, რომ ავაშენოთ საყრდენი კედელი. 200,000-300,000 ლარი დაждდებოდა ის რომ აეშენოს. შენელეს ტყუილია მიწაში არ არის კედელი არ ააშენეს.
გაბრიაძე რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეა. მის შესახებ შეგროვილ ინფორმაციას 2021 წლის არჩევნებამდე მივყავართ, როცა თბილისის ქუჩები სისხლიანი ბანერებით აჭრელდა. მაშინ ქართული ოცნება აცხადებდა, რომ ეს ბანერები მათგან დამოუკიდებლად გავრცელდა. სამთავრობო მედიაში მაშინ მიხეილ გაბრიაძე ამბობდა, რომ სიზღის პროპაგანდა ბანერებზე მან დაუკვეთა. მაგრამ გადავწყვიტე რატომ მე აპოლიტიკური ვარ საერთოდ, მაგრამ დაახსოვდეთ ხალხს და ახალგაზრდებს, რომ მეორეჯერ ისინი არ უნდა დაბრუნდნენ ჩვენ ქვეყანაში მართვაში და საქართველოს მართვაში და არის ამაში ცუდი. ჩემი პირადი და ჩემი მეგობრების აზრია ესეთი და გადაწყვეტილება. რას საქმიანობ თავად თქვენ? შენებელი ვარ. გაბრიაძეს ტელეფონით დავუკავშირდით და ვკითხეთ, რის საფუძველზე მიიღო მან იმ შენებლობის ნებართვა, რაშიც არაერთი დარღვევა იკვეთება. ბატონო მიხეილ, გამარჯობა, მე გაწუხებთ კეთი თუთფერიძე, ფორმულას ჟურნალისტი. ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ დარღვევით არის ეს კორპუსი აშენებული და ამ სამშენებლოს ინფორმაცია სულელეს ნუ ლაპარაკობთ ფორმულა მოდვებით ვარ და დაიღალეთ გასულ. მეორე აღარ დაარეკოთვა გეუბნები კიდე ერთხელ. კითხვები გვაქვს რაღაცა თქვენ. სისხლიანი ბანერები თქვენ შეუკვეთეთ? სისხლიანი ბანერები შეუკვეთეთ, თუ შეუკვეთე არა, მაგის მეტი საქმე. სისხლიანი ბანერები ხომ თქვენ შეუკვეთეთ? ინვესტ პლუსის აშენებული კორპუსის შესახებ დარღვევები ექსპერტიზის გარდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომაც დაადასტურა. ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ შეთანხმებული მრავალსართულიანი ობიექტი ეწინააღმდეგება ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნის გეგმაზომიერი რეკონსტრუქციის პერსპექტივას. მსგავსი მასშტაბით წარმოდგენილი ტერიტორიის განვითარება გამოიწვევს არაჯანსაღი საცხოვრებელი უბნის შექმნას. მრავალსართულიანი კორპუსის სამშენებლო დარღვევებთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია. შედეგი ამ დრომდე არ დამდგარა. ქუთაისის მერის სამსახური სპეციალური სამსახურების ეს გაბედული ნაბიჯები ამ დარღვევებზე დაუსჯელობით იყო წახალისებული. მაგალითად 40 წლიანი მესერი, 40 წელი რკინა-ბეტონის კაპიტალური შესანიშნავი ესეთი ბაღით, ხომ? დაანგრიეს ქუთაისის მერის წარმომადგენლის თანდასწრებით, პატრულის თანდასწრებით. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა. ჩვენ ახლა ქუთაისის მერიაში მივდივართ. თვითმმართველობის ამ სივრცეში არსებულ კორუფციაზე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საგამოძიებო მედიის არაერთი დასკვნა არსებობს. გვაქვს ჩვენ მტკიცებულებები, დოკუმენტები, სხვადასხვა უწყებების გაცემული, რომ მერიამ თავის დროს ეკასცა ნებართვა კანონდარღვევით. ვის შემილია ამაზე აქ ვესაუბრო? არქიტექტურის სამსახურს ზოგადად ნებართვებს შეგვიძლია პრესამსახურსაც დაუვიდეთ. ვერ მივხვდი რა ტერიტორიაზე ესეცებინათ ვერ აღვიძინე. საფიჩხია სოლომონ პირველის 41 თემაზე, ნახეთ, ისეთ თემაზე მირეკავთ, ალბათ ჯობია ოფიციალურად საჯარო ინფორმაცია გამოითხოვოთ. რეალურად ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ასეთი შენებლობების განხორციელება ჩვეულებრივ მოქალაქეებს, მიუხედავად იმისა, რომ შემოსავალი ქონდეს და შეიძლება მართლა კარგი რაღაც გაკეთება უნდეს, ვერ შეძლებს, იმიტომ რომ ამას იმ ტიპის თანხმობა ჭირდება, რომელიც არის ფაქტობრივად კორუფციული გარიგება. ქუთაისში აგრესიული განაშენიანება დაახლოებით 10 წლის წინ დაიწყო. აი წინ რო კორპუსი ჩანს, ეგ იყო ერთ-ერთი ყველაზე პირველი მაღალსართულიანი კორპუსი, რომელიც აშენდა ამ კორპუსების უკან მაცხოვრებელი მოსახლეობა ჩივის იმას, რომ მთელი წლის განმავლობაში ფაქტობრივად მზე აღარ არის რა. მთელს ევროპაში ქუთაისი სიძველით მეხუთე ქალაქია. მას სამხრეთ კავკასიის ყველაზე ევროპულ ქალაქსაც უწოდებენ. ამ სიძველის ავთენტური იერსახე იმ დრომდე იყო შენარჩუნებული, სანამ ქართულ ოცნებასთან დაახლოებულ სამშენებლო კომპანიებს მმართველი რეჟიმი ქუთაისის მერიის ხელით უკანონო მშენებლობის ნებას მისცემდა. საფიჩხიაზე სოლომონ პირველის ქუჩაზე მდებარე კორპუსიც ამის ნათელი მაგალითია. ჯილდო წინა საარჩევნო კამპანიის ხელშეწყობისთვის, სისხლიანი ბანერებისთვის, სიძულვილის ენის წახალისებისთვის, რაც ქართული ოცნების ანატომიის ნაწილია.